გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატით, განსხვავებული ადგილიდან მოგესალმებით. გადავწყვიტე, რომ კვირაობით 9 საათზე შემოგთავაზოთ ცოტათი განსხვავებული ვიდეოების პოდკასტები, შეიძლება ითქვას სერია, სადაც ვიქნებ მხოლოდ მე და თქვენ. ამ შემთხვევაში სტუმარი არ გვეყოლება. თუმცა, ოთხშაბათობით, რა თქმა უნდა, 9 საათზე სტუმართან ერთად დაიდება ეპიზოდები და კვირაობით 9 საათზე უკვე ასეთი ტიპის ეპიზოდი. ამ ვიდეოების სერიაში მე თქვენთან ერთად მინდა განვიხილო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. თუნდაც ის კითხვები, რომლებიც ეპიზოდების დროს გაჩნდება და მინდა ძალიან რომ მოკლედ ერთად ვიაზროთ. და სხვა ჭრილში შეიძლება შევხედოთ სხვადასხვა საკითხებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბროთ უპირობო სიყვარულზე, ოღონდ მშობლების და შვილების კუთხით დანახულზე. როდესაც ჩვენ ასეთი ტიპის თემას ვეხებით ხოლმე, დიდი გამოხმაურება აქვს კონკრეტულად მაგ მიმართულებას სოციალურ ქსელებში და ასთა სხვადასხვაობა ჩნდება ხოლმე. ამასთან ერთად რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის მოაზროვნის სტატუსს წავაწყდი სოციალურ ქსელში, რომელს დამაფიქრა. ის ამბობდა, რომ მე წავიკითხავ ქართულად, ის არ არის ქართულენოვანი, თუმცა მე ქართულად წავიკითხავთ. ის ამბობს, რომ შენი ნომერ პირველი ამოცანაა, როგორც მშობლის, უპირობო სიყვარულის მიცემა შენი შვილისთვის, რადგან ეს ერთადერთი რამ არის, რასაც სხვაგან ვერანაირად ვერ მიიღებს. ძალიან საინტერესო არის აქ დავსვათ კითხვა ალბათ, რომ საერთოდ რა არის უპირობო სიყვარული? სიყვარული, რომელსაც პირობა არ აქვს, სიყვარული, რომელიც არ მოითხოვს, რომ იყო კარგი. ან არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ რაღაცნაირი. ჩვენ ვამბობთ, რომ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ და სადაც მაგრამ ჩდება, ალბათ იქ უკვე პირობაა. და ჩვენ ვერ ვხვდებით ალბათ მე ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი იმაში, რომ როგორ ვაწესებ სიყვარულთან მიმართებით პატარ-პატარა წესებს. და ამ წესებს ჯერ საკუთარ ტვინში ვამხელ, მე უკვე გამოხედვაში გადმოვცემ და შემდეგ უკვე ვერბალურად. ხანდახან დუმილშიც კი არის ესეთი წესები და დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენგანს გაახსენდება დუმილში გადმოცემული სიყვარულის წესები. და მაინც რა არის ეს უპირობო სიყვარული? იქნებ საერთოდ არ არის რეალური მოცემულობა უპირობო სიყვარული და ეს ჩვენ რაღაც იდეალია, რომელსაც მივისწრაფვით და საერთოდ არსებობს თუ არა ეს უპირობო სიყვარული. ამ შემთხვევაში მე აუცილებლად განვიხილავ მშობლების და შვილების მიმართებაში, როგორც თქვი, ძალიან საინტერესო ერთ-ერთი წიგნი გამახსენდა, რომელიც კარგად აღწერს ამ ყველაფერს, ეს არის ერიხ ფრომის სიყვარულის ხელოვნება, სადაც დათმობილია თავი კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ის ძალიან კარგად განასხვავებს დედის და მამის სიყვარულს, დედის სიყვარულს ზუსტად უპირობო მიმართულებას აწერს, ხოლო მამის სიყვარულზე ამბობს, რომ აუცილებლად პიროვნება. და მინდა აუცილებლად რომ ამ ყველაფერში თქვენთან ერთად ვიაზროვნო, მე წავიკითხავ პირდაპირ მის მოცემულ სხვადასხვა აზრებს. ჩვილი დაბადების მომენტში იგრძნობდა სიკვდილის შიშს, მოწყალე ბუნებას რომ არ დაეცვა ის დედასთან განშორებით გამოწვეული ფოთვისა და საშოში არსებობის ცნობიერი აღქმისგან. დაბადების შემდეგაც ჩვილი ოდნავ თუ განსხვავდება იმისგან, რაც იყო დაბადებამდე. ის ვერ აღიქვავს საკნებს, საკუთარ თავს და სამყაროს, თავის გარშემო. ერთადერთი, რასაც ის გრძნობს, სითბოთი და საკვებით გამოწვეული პოზიტიური შეგრძნებებია. თუმცა მას ჯერ კიდევ არ ძალუძს განასხვაოს სითბო და საზრდო წყაროსგან, რომლისგანაც იღებს ამ ყოველივეს, ანუ დედისგან. დედა სითბოა, დედა საკვებია, დედა სიამოვნების და დაცულობის ეიფორიული მდგომარეობა, ნარცისისტული მდგომარეობა, ფროიდისტულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა. როდესაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, მას უკვე შეუძლია აღიქვას სამყარო ისედაც როგორიც არის. ნელა ხდება კვებით მიღებული სიამოვნებისა და დედის მკერდის აღქმის განცალკევებას. ამავდროულად სწავლობს გარე საგნებთან მოპყრობას, იცის რომ რაღაც არის ცხელი. ხდება რომ ცხელი მტკივნეულია. დედის სხეული თბილია და სასიამოვნო. ხე მყარია.
ის სწავლობს როგორ მოექცეს ხალხს, რომ დედა გაუღიმებს, როცა ის შეჭამს. ხელში აიყვანს, როდესაც იტირებს, შეაქებს, როდესაც მოისაქმებს. ეს ყველაფერი კრისტალიზდება, ერთიანდება შემდეგში. მე ვუყვარვარ. ვუყვარვარ იმიტომ, რომ მე დედის შვილი ვარ. ვუყვარვარ იმიტომ, რომ მე უსუსური ვარ. იმიტომ, რომ ლამაზი ვარ. იმიტომ, რომ დედას ვჭირდები. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მე საყვარელი ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ან უფრო ზუსტი იქნებოდა რომ გვეთქვა, მე საყვარელი ვარ, იმიტომ რომ ვარ. დედის სიყვარული პასიური განცდაა. ანუ არაფერია საჭირო გავაკეთო იმისთვის, რომ მივიღო დედის სიყვარული. ის უპირობოა. ერთადერთი რაც მე მომეთხოვება არის ვიყო მისი შვილი. დედის სიყვარული ნეტარება, მშვიდობა, მას არ სჭირდება მოპოვება, დამსახურება, თუმცა არსებობს ამ ყველაფრის ნეგატიური მხარეც. უპირობო სიყვარულს არა მარტო არ სჭირდება, არამედ შეუძლებელიცაა მისი მოპოვება, წარმოქმნა, გაკონტროლება. თუ ის არსებობს, ის ბუნების საჩუქარია, ხოლო თუ არ არსებობს, ის ახლა თითქოს საბოლოოდ კარგავს თავის მომხიბვლელობას. მართლაც რა გენიალურია ჩემი აზრით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რო დაუფიქრდეთ, პასიური განცდა, დედას უყვარხარ, იმიტომ რომ უბრალოდ ხარ. ნუ ეს კარგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ ამასაც განვიხილავთ აუცილებლად. შენი ყოფადობა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დედას უყვარდე. და ეს ყველაფერი რეალურად წარმოქმნილია ბუნებისგან, იმიტომ რომ სიმბიოზური ცხოვრება აქვს დედას და შვილს, ხო? დედის სხეულში ცხოვრობს არსება, მეორე სიცოცხლე, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები, თუმცა სხვა სიცოცხლეა. და ეს რეალურად განსაკუთრებულს ხდის ამას. 10 წლამდე ბავშვები მხოლოდ უნდა იყვნენ საყვარლები. მათი პრობლემა მხოლოდ ესაა. ბავშვს ამ ასაკამდე არ უყვარს. ის მხოლოდ პასუხობს სიყვარულზე, მადლიერებით და სიხარულით. განვითარების შემდეგ ეტაპზე, ამ საფეხურზე კი ახალი ფაქტორი იჩენს თავს. უცხო გრძნობა, სიყვარულის წარმოქმნა. ქმედებით ბავშვი პირველად განისწრახავს გაცემას. დედისთვის ან მამისთვის რამის შექმნას, მაგალითად ლექსის, ნახატის და ასე შემდეგ. პირველად მის ცხოვრებაში სიყვარულის იდეა ტრანსფორმირდება შეგრძნებიდან ვუყვარვარ სიყვარულამდე. აგვის ქმედებამდე, ანუ მნიშვნელობას იცვლის. ინფანტილური სიყვარულის პრინციპია მე მიყვარს, იმიტომ რომ ვუყვარვარ, დასრული სიყვარულის კი მე ვუყვარვარ, იმიტომ რომ მიყვარს. ინფანტილური სიყვარული ამბობს, მე მიყვარ ხარ, იმიტომ რომ ჭირდები. დასრული სიყვარული კი ამბობს, მე მჭირდები, იმიტომ რომ მიყვარ ხარ. ბავშვი რაღაც ასაკამდე მიჯაჭვულია დედაზე, თუმცა წლებთან ერთად და დედას საკუთარი ფუნქცია აქვს, ხო? და ეს ლოგიკურია რომ მიჯაჭვულია, იმიტომ რომ დედის გარეშე ბავშვი ვერ იარსებოდა, არ გაჩნდებოდა, ვერ განვითარდებოდა, თუმცა აი აქ შემოდის ძალიან საინტერესო რაღაც მამის როლი. მამა პრინციპში ბავშვისთვის, თვითონ ბავშვისთვის ცოტათი გვიან შემოდის უკვე. დედაა მთავარი, ხო? ანუ დედა არის სითბო, დედა არის საჭმელი, დედა არის მისთვის ყველაფერი. დედა რომ არ იყოს, პრინციპში არც იქნებოდა. დედასთან მიჯაჭვულობა რაღაც ასაკში კარგავს უკვე ხარისხს, რაც ქონდა და შემოდის მამა. და ერიხ ფრომი დედის და მამის სიყვარულს განასხვავებს ერთმანეთისგან. დედის სიყვარული ბუნებით უპირობოა, როგორც თქვით, მას უბრალოდ უყვარს შვილი, არა იმიტომ რომ რაიმე შეასრულა, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არის. ეს რა თქმა უნდა, საუბრობთ ახლა იდეალურ შემთხვევაზე, ეს უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა არის არაიდეალური შემთხვევებიც, სხვანაირი შემთხვევებიც, თუმცა ყველაზე იდეალურ შემთხვევაში დედის სიყვარული შვილის მიმართ, რა თქმა უნდა არის უპირობო. მამის შემთხვევაში სიყვარულს სჭირდება დამსახურება, ამბობს ერიხ ფრომი. მამის სიყვარული შედარებულია ფიქრის და აზროვნების სამყაროსთან, ნივთების, საგნების, წესრიგის, დისციპლინის, მოგზაურობისა და თავგადასავლების სამყაროსთან. მამა არის ის, ვინც ასწავლის, ვინც აჩვენებს შვილს ამ სამყაროსკენ მიმავალ გზას. მამობრივი სიყვარული პირობითია.
მისი პრინციპი არის ასეთი: მე შენ მიყვარხარ, რადგან შენ ამართლებ ჩემს მოლოდინებს, რადგან შენ ასრულებ შენს მოვალეობას და რადგან შენ ხარ ჩემი მსგავსი. ამ სიყვარულის ნეგატიური ასპექტი ისაა, რომ მამობრივ სიყვარულს დამსახურება სჭირდება. მამობრივ სიყვარულში მორჩილება არის სათნოება და დაუმორჩილებლობა არის ცოდვა. და სასჯელი ამ შემთხვევაში არის მამობრივი სიყვარულისგან მოწყვეტა. პოზიტიური მხარე ის არის, რომ რადგან ეს სიყვარული არის პირობითი, ანუ მე ყოველთვის შემიძლია რაღაც გავაკეთო ისეთი, რომლითაც დავიმსახურებ ამ სიყვარულს და ეს საინტერესოა. დამსჯელობითი ორგანო, ასე ვთქვათ, არის მამა, რომელიც გეუბნება ასე გააკეთო თუ ისე გააკეთო, წესებს გასწავლის, განახებს ეს არის სწორი, ეს არის არასწორი, აღზრდის საკუთარ ხელში აღება, უფრო აქეთ ამ მხარეს არის ხოლმე თითქოს გადასული. საუკეთესო შემთხვევაში დედას უნდა ქონდეს სიცოცხლის რწმენა, არ უნდა იყოს ზედმეტად მშფოთვიარე, მშფოთვარე, რადგან არ დაავადოს მისი შვილი. დედის ცხოვრების ნაწილს უნდა წარმოადგენდეს, რომ შვილი ერთ დღესაც გახდეს დამოუკიდებელი და ჩამოშორდეს მას. მამის სიყვარულს წინ უნდა უძღოდეს პრინციპები და მოლოდინები. ის უნდა იყოს მომთმენი, ტოლერანტული და არა მუქარი ცავს. მან უნდა მისცა შვილს მზარდი შეგრძნება, უნარიანობისა და ნიჭისა, რაც თავისთავად საშუალებას მისცემს მას მამის მსგავსად გახდეს ავტორიტეტი. ცალკე თავი აქვს მიძღვნილი, ასე ვთქვათ, ერიხ ფრომს დედობრივ სიყვარულზე, სადაც ის გვეუბნება, რომ ძალიან საინტერესო რაღაცას გვეუბნება ერიხ ფრომი ერთ-ერთ მომენტში, სადაც ის მას მოყავს ბიბლიური სიმბოლიკა, აღთქმული მიწა ყოველთვის დედის სიმბოლოა. აღწერილია როგორც აღთქმული მისაცემად ქვეყანა რძითა და თაფლით მდინარე. რძე სიყვარულის პირველი ასპექტის სიმბოლოა ზრუნვისა და დამტკიცების. თაფლი ტკბილი სიცოცხლის, მისდამი განცდილი სიხარულისა და სიყვარულის. დედების უმეტესობას აქვს რძის გაცემის უნარი, მაგრამ მხოლოდ უმცირესობას შეუძლია გასცეს თაფლიც. ამისთვის ქალი უნდა იყოს არა მარტო კარგი დედა, არამედ ბედნიერი ადამიანიც და სწორედ ამ მიზნის მიღწევას ვერ ახერხებს მრავალი. თითქმის შეუძლებელია მთელი სიმძაფრით აღვქვათ ის თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს ყველაფერი ბავშვზე. დედის სიცოცხლის მოყვარეობა ისეთივე გადამდებია, როგორც მისი შფოთვა. ორივე მდგომარეობა უდიდეს კვალს ტოვებს ბავშვის პიროვნებაზე და მართლაც ერთმანეთისგან განირჩევიან პატარები და დასრული ადამიანებიც, რომელთაც მიიღეს მხოლოდ რძე და ისინი, რომელთაც მიიღეს თაფლის და რძეც. აქ მახსენდება ერთ-ერთი ჩემი სტუმარი ამბობს, რომ მშობლის პირველი მოვალეობა არის, რომ იყოს ბედნიერი, თუნდა რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი და ამაზე ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა სოციოლოგიაში და იქ იწერებოდა, რომ ვისა ამისი დრო არ არის, ვისა აქვს ამისი დრო, შენ ისე იღლები, რომ ამ ყველაფერს უკვე ვიღარ ართმევ თავს, შენთვის დრო არ გრჩება. ესეთი კომენტარები ხშირი იყო და მე მგონია, რომ აქ გვიჭირს მოკლედ იმის გაგება, რა ხელამნიშნულობა აქვს ბავშვისთვის დედა გრძნობდეს თავს ბედნიერად. და ასევე ერიხ ფრომი ამბობს, რომ ძმური და ეროტიკული სიყვარულისგან განსხვავებით, რომელიც ტოლთა შორის ჩდება დედისა და შვილის ურთიერთობა უთანასწოროა ბუნებით, სადაც ერთს ესაჭიროება ყველანაირი დახმარება, ხოლო მეორე გასცემს. სწორედ ამ ალტრუისტული უანგარო ხასიათის გამოა, რომ დედობრივი სიყვარული მიიჩნევა უმაღლეს გამოვლინებად ამ გრძნობასა და ყველაზე წმინდად ემოციურ კავშირებს შორის. თუმცა როგორც ჩანს, დედობრივი სიყვარულის ნამდვილი მიღწევა მდგომარეობს არა ჩვილის, არამედ მოზარდი ბავშვის სიყვარულში. სხვათა შორის დედების დიდი უმრავლესობა მოსიყვარულია, სანამ შვილი პატარაა და მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ქალების უმეტესობა სურს ბავშვის გაჩენა, არიან ბედნიერები, ახალშობილით და მოწოდებულნი იზრუნონ მასზე, მიუხედავად იმისა, რომ სანაცვლოდ არაფერს იღებენ გარდა ღიმილისა ან შვილის სახეზე გამოხატული კმაყოფილებისა. ეს დამოკიდებულება ჩანს თავს იღებს ინსტინქტური საწყისიდან,
რომელიც მდედრ ცხოველებსაც აქვს, მსგავსად ადამიანისა. მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყოს ინსტინქტური ფაქტორი არსებობს ადამიანური დედობრივ გრძნობაზე პასუხისმგებელი ფსიქოლოგიური ფაქტორიც. და ბოლოს ყველას დასული ადამიანი უნდა მივიდეს იმ წერტილამდე, სადაც იგი თავად ხდება საკუთარი დედაც და მამაც. მან უნდა შეძლოს გაერთიანოს ორივე ცნობიერება საკუთარ თავში. აქ ძალიან საინტერესოა, როდესაც ერიხ ფრომ შემოაქვს სიტყვა ცნობიერება. დედის და მამის ცნობიერება. ანუ ჩემში მე ვარ მატარებელი როგორც დედის ცნობიერების, ასევე მამის ცნობიერების. მან უნდა შეძლოს გაერთიანოს ორივე ცნობიერება საკუთარ თავში, სადაც დედობრივი ცნობიერება ამბობს, არ არსებობს შეცდომა ან დანაშაული, რომელიც შენ წაგართმევს ჩემს სიყვარულს, ჩემს სურვილს, რომ იყო ცოცხალი და ბედნიერი. მამობრივი ცნობიერება ამბობს, შენ არასწორად მოიქეცი, ამიტომ ვერ აული გვერდს გარკვეულ შედეგებს და რაც ყველაზე მთავარია, შენ უნდა შეიცვალო. თუ გსურს სიყვარული. მთავარი არის, რომ ადამიანმა ჩემი აზრით გვერდი აუაროს გარე ფიგურებში პოვნას ამ ორი ცნობიერების და საკუთარ თავში უნდა გაერთიანოს ეს ორივე ცნობიერება. თითქოს უნდა დააშენოს ერთმანეთზე ეს ორივე ცნობიერება, ანუ უნდა შეძლოს უპირობო სიყვარულიც, დედობრივი ცნობიერების გამტარიც უნდა იყოს, იმიტომ რომ იყოს გამგები, ემპათიური და ასე შემდეგ და ასევე მამის ცნობიერების გამტარებელიც უნდა იყოს, რომ შეძლოს ლოგიკური აზროვნება, მსჯელობა, შეძლოს პლინით ცხოვრება, წესების დანერგვა, პირადი საზღვრების გატარება. ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტორი, როდესაც მაგალითად გოგონს ან ბიჭს ყავს მოსიყვარულე, ან ზედმეტად შემწყნარებლური, ან ზედმეტად ბრძანებლური ხასიათის დედა და მამა არის გულგრილი, ან საერთოდ არ არის, ასეთ შემთხვევაში ის ადამიანი ყოველთვის ხდება დედობრივი მიჯაჭვულობის რჩება დედობრივი მიჯაჭვულობის ადრეულ სტადიაზე. და ყალიბდება ადამიანად, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია დედის ფიგურაზე და თითქმის ყოველთვის იქნება ისეთი მოთხოვნილებები, როგორიც არის მიღების, დაცულობის, მოვლის სურვილი, მას ექნება სურვილი მოძებნოს დედა ყველგან, ყველა ადამიანში. ყველა სიტუაციაში და ვერ გამოვა აქედან. მეორეს მხრივ, როდესაც დედა ცივია, უყურადღებოა, ბრძანებლურია, ბავშვმა შეიძლება გადაამისამართოს ეს უსაფრთხოების შეგრძნება მამასთან. ასეთ შემთხვევაში, როდესაც პიროვნება იქნება სრულად კანონების და წესების მორჩილი და თითქმის ვერ შეძლებს მიიღოს უპირობო სიყვარული ან გასცეს უპირობო სიყვარული. ერიხ ფრომი ამბობს, რომ ნევროზული აშლილობის ზოგიერთი ტიპები, როგორიცაა მაგალითად აკვიატებული მდგომარეობა ნევროზი, მეტწილად მამისადმი ცალმხრივად მიჯაჭვულობის ფონზე ვითარდება. მაშინ, როდესაც ისტერია, ალკოჰოლიზმი, საკუთარი უფლებების დაცვის, განსაკუთრებული სურვილი, ცხოვრების რეალური აღქმის უნარის დაკარგვა, დეპრესიისკენ მიდრეკილება არის დედისადმი. მინდა დაუბრუნდა ისევ დედობრივ სიყვარულს, სადაც ერიხ ფრომი ძალიან საინტერესო რაღაცას იძახის. დედობრივი სიყვარული მოზარდისადმი სიყვარული, რომელსაც არაფერი სურს საკუთარი თავისთვის. არის ალბათ ყველაზე რთული მისაღწევი და ყველაზე მაცუნებელი იმ სიმარტივიდან გამომდინარე, რომელთაც დედას ძალუს ჩვილის შეყვარება, მაგრამ მხოლოდ ამ სირთულის გამო ქალს შეუძლია იყოს ნამდვილი მოსიყვარულე დედა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ამავე დროს შეუძლია უყვარდეს ქმარი, შვილები, უცხო ადამიანები და მთლიანად კაცობრიობა. ქალი, რომელსაც სიყვარული ამ გაგებით არ ძალუძს, შესაძლებელია გახდეს მოსიყვარულე დედა მხოლოდ შვილისადმი, მაგრამ ის ვერ გაივლის ნებაყოფლობითი განცალკევების გამოცდას და ამის შემდეგ ვერ განაგრძობს სიყვარულს. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ და უცრებოდ დაველოდები პასუხს კომენტარებში. თუ გყავთ შვილი, რატომ გინდოდათ რომ შვილი გყოლოდათ და თუ არ გყავთ შვილი, მაგრამ სურვილი გაქვთ, რატომ გინდათ რომ შვილი გყავდეთ? ძალიან საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხი.
ვფიქრობ, რომ ბოლო მონაკვეთს ალბათ ეგ უპასუხებს. გამიხარდება თუ კომენტარებში დამიწერთ ამაზე და ძალიან საინტერესო დაკვირვება იქნება ქალბატონების და მამაკაცების განსხვავება თუ იქნება პრინციპში ალბათ მაგ პასუხით ჩვენ შევძლებთ დავინახოთ ის სურათი, რასაც ერიხ ფრომი ამბობს, რომ მამის სიყვარული არის პირობიანი, დედის სიყვარული არის უპირობო. ეს იდეალურ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. საერთოდ ყველაფერზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ამ ვიდეოს ფორმატზეც მაინტერესებს. თემასთან დაკავშირებით, მაინტერესებს ნააზრებთან დაკავშირებით და ასევე ბოლოს ვიტყვი, რომ ამ ეპიზოდებში ძირითადად განვიხილავ, ვეცდები განვიხილო წიგნებიდან სხვადასხვა მწერლების, ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების თუ უბრალოდ არ ვიცი მწერლების ამონარიდები მოვიყვანო ხოლმე, ამიტომ სტამბებს მივმართავ. გამარჯობათ. მე მგონი მშვენივრად ვითანამშრომლებთ ამ კონკრეტული ვიდეოების ფორმატით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გავისთება იმის სურვილიდან შეიძინოს ის კონკრეტული წიგნი, რომელსაც ჩვენ ვისაუბრებთ და თქვენი მხრიდან იქნება ეს იდეალური მხარში დგომა პოდკასტის, იმისთვის რომ გაგრძელდეს საერთოდ ეს პოდკასტი და მე შევძლო ამ ყველაფერს გაკეთება, ამიტომ გელით მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად ამ ფორმატშიც და ველოდები მოკლედ თქვენს მოსაზრებებს თემასთან დაკავშირებით. პირველი არის მოკლედ ესეთი ფორმატი, თუ ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ რომ დაიხვეწება და უკეთესი იქნება, ამიტომ მადლობა.